გამარჯობა. თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯაფარას პოდკასტის მე-100 ეპიზოდს. მე-100 საიუბილეო ეპიზოდი და ამ ეპიზოდში ესეთი რაღაცა გადავწყვიტე, რომ სტუმარი არ ყოფილიყო და სტუმრის მაგივრად მაყურებლებს დაესვათ ჩემთვის კითხვები და მე გამეცა ამაზე პასუხები. რაც პატარა ექსპერიმენტია, როცა ამდენად საინტერესო გამოვა, მაგრამ ჩავთვალე რომ საინტერესო იქნებოდა ესეთი რაღაცა გვეცადა. ამ 100 ეპიზოდის განმავლობაში სტატისტიკას დაგროვდა ამას ძალიან ესე მოკლედ მოგიყვებით. თითქმის 40,000 გამომწერზე ვართ ასულები. 39,500 რაღაცა იყო ბოლოს რო შევამოწმე გუშინ მე მგონი. დავიწყე სადღაც წელიწადი და 10 თვეა მე მგონი რაც მიდის მარტში დავიწყე 24-ის. 2024 წლის მარტში დავდე პირველი ეპიზოდი და უკვე 40,000 გამომწერას უახლოვდებით. აქვე გთხოვთ რომ გამოიწეროთ, ვისაც არ გაგვთ გამოწერილი, იმიტომ რომ სტატისტიკა ისე ვაჩვენებს, რომ სადღაც 51%-ს ვინც უყურებს გამოწერილი არ აქვს. ამ ხნის განმავლობაში პოდკასტმა დააგროვა 3 მილიონი ნახვა. დაახლოებით 1 მილიონი ესეთი watch time ესეთი სტატისტიკა მონაცემია, ანუ საათი ჯამში რამდენი ხნის განმავლობაშიც უყურეს პოდკასტს, ეს არის 1 მილიონს გადაცდა უკვე. Spotify-ზეც წლის ბოლოს არის ხოლმე ესეთი შეჯამება, Wrapped ქვია და მანდაც როგორც სტატისტიკა მაჩვენებს, ქართული პოდკასტების top 1%-ში არის უკვე პოდკასტი, აქაც მილიონზე მეტი მოსმენის დრო აქვს. ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მსმენელებს, გამომწერებს, რომელმაც ეს თქვენი დამსახურებაა და ეს შედეგები რო არ ყოფილიყო ეს ციფრები თქვენი ესეთი აქტიურობა პოდკასტის გაგრძელებას რაღაც დროის მერე აზრი არ ექნებოდა და мотиваციის მომცემ ზუსტად ეს არის, როცა ვხედავ რომ ინტერესი არის მაყურებლების მხრიდან და ინტერესებდა უსმენენ, ესე იგი ჯერჯერობით აზრი აქვს პოდკასტის გაგრძელებას და ამიტომაც არ ვჩერდები. აუდიტორიასაც შეეხება ასაკობრივი კატეგორია, ესე იყოფა რომ ნახევარი თითქმის 59% არის 25-დან 34 წლამდე ჩემი მსმენელების, ჯაფრას პოდკასტის მსმენელების და უკვე შემდეგი დიდი კატეგორია არის 25%, ეს არის 35-დან 54 წლამდე ადამიანები. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ვინც პატრეონზე, პატრეონით ეხმარება ამ პოდკასტს, ასე ვთქვათ, შემოწირულობა, როგორც ქვია, დონაცია და ისეც ძალიან დიდი სტიმულის მომცემი არის და პოდკასტს ჭირდება ასეთი დახმარება. შემდეგ უკვე კითხვებს წავიკითხო, იქ იყო კითხვა ამ თემაზეც პოდკასტის შემოსავლებზე და იქ უკვე უფრო ცლად გეტყვით და აქვე დონაციის ლინკი აღწერაში იქნება მითითებული, QR კოდსაც ამოვანათებ, ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ პოდკასტს. გადავიდეთ უკვე კომენტარებზე, დავპოსტე რომ ასეთ კითხვებს ვაგროვებდი, YouTube-ზეც დავპოსტე, Facebook-ზეც, Instagram-ზეც და ბევრი კითხვა მოგროვდა, ბევრი რჩევა იყო, ზოგი გამხნევება, რაღაც ხარდაჭერა და ასე შემდეგ. დიდ მადლობა ყველას კითხვებისთვის, აქედან ავარჩიე კითხვის ფორმა, რასაც ჰქონდა, იმ კითხვებს წავიკითხავ. ზოგი რამდენიმე ერთ იგივე თემაზე იყო და ესე დავაჯგუფე კატეგორიებად და ეხაც უკვე დევს პოსტი შეიძლება ვიღაცა კიდე დაწეროს შეკითხვა, მაგრამ ის ვეღარ მოხვდეს უკვე ჩანაწერში და ბოდიში თუ გამომრჩება. დავალაგე მოკლედ კატეგორიებად, დავიწყოთ უკვე კიდე გადავიდეთ კითხვებზე. პირველი ჯგუფი, ასე ვთქვათ, კითხვების არის თვითონ პოდკასტსაც შეეხება. პირველი შეკითხვა Georgian 1406 როგორია შენი მონეტიზაცია, გიფასდება თუ არა შრომა და ღირს თუ არა საქართველოში იუთუბერობა. ასეთივე კითხვა ჰქონდა გამეზას შეკითხვა იყო რაჯდევაკაი პოდკასტის მოხოდვაო და საბაკარტოზიაც კითხობს ასურჩადი დამწყებ პოდკასტერებსო. დავიწყოთ მონეტიზაციით. თვითონ YouTube რამდენსაც იხდის არ არის ცოტა, მაგრამ არც საკმარისი იმისთვის, რომ პოდკასტმა არსებობა გააგრძელოს და მარტო ამაზე იყო დამოკიდებული, ჩემი პოდკასტი რა ნახვებსაც აგროვებს, რა გამომწერებიც ყავს და როგორი watch time-იც აქვს, საკმარისი არ არის. ალბათ 2-2.5 ჯერ
ან სამჯერ მეტი ციფრები უნდა დადოს, რომ მონეტიზაცია შესაბამისად გაიზარდოს და თქვა, რომ აი რაღაც მინიმუმი უკვე არის და საკმარისია პოდკასტის არსებობისთვის ეს, მაგრამ ცოტაც არ არის რა, მონეტიზაციაც მნიშვნელოვანი შემოსავალი არის. ღირს საქართველოში თუ არა იუთუბერობა, გვაქვს წარმატებული იუთუბერების მაგალითი ბევრი, ვისთვისაც მთავარი სამსახური და შემოსავლის წყარო YouTube არის და ეს არის იმის დასტური, რომ ღირს საქართველოში იუთუბერობა გაჩნია უკვე დანარჩენის შენ მოხერხებაზეა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნებში და უფრო მაღალ ეკონომიკურ მდგომარეობასაც არის ქვეყნებში უკეთესი იუთუბერობა და უფრო მეტი შემოსავალი გექნება და უფრო ადვილია, მაგრამ საქართველოშიც შესაძლებელია. გიფასდება თუ არა შრომა, შრომის დაფასება ზოგადად ალბათ ისე როგორც ყველას, იმიტომ საქართველოში დიდად არ ვაფასებთ შრომას ერთმანეთის დროს, ეს ამას ბევრი მიზეზი აქვს და ესე არის პოდკასტერობაც რა, და მე არ ვთვლი, რომ ვიღაცამ ეს უნდა დამიფასოს და ვინმე ვალდებული ამაში, ეს ჩემ მოხერხებაზე არის, რომ რამდენად მოახერხებ იმას, რომ გამოვადგე ადამიანებს და რაღაცა სასარგებლო ვიყო მათთვის. დაფასება შესაბამისი იქნება. ამ შემთხვევაში და ზოგადად შრომის დაფასებასაც შეეხება, ახლა როგორც ქვეყანაში მდგომარეობა ამ ხრივ, ისეთი არის პოდკასტის შემთხვევაშიც. რაჯდება კაი პოდკასტის მოხდვა გამეს და პოდკასტის დაწყება ძალიან ადვილია დღეს უკვე. მე ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ აი სახლიდანაც შეგიძლია დაიწყო პოდკასტი, რამე კუთხე, ერთი ოთახში რომელიმე კუთხე მოძებნე, ცოტა შეალამაზე. ტელეფონით შეგიძლია გადაიღო, დღეს უკვე მობილური ტელეფონები მშვენიერ ხარისხს იღებს და დასაწყებად ეს ვიზუალით საკმარისი იქნება და ერთ კარგი მიკროფონში, კარგი მიკროფონი $60, $70 Amazon-დან შეგიძლია გამოიწერო კარგი მიკროფონი და ჯამში ალბათ არ ვიცი 1000 ლარად შეგიძლია ნულიდან დაიწყო პოდკასტი თავის განათებიან ტემუდანაც შეგიძლია გამოიწერო შტატივები განათება ძალიან იაფად და ამაზე ძვირი დასაწყებად დაწყება არ უნდა დაჭდეს. რას ურჩევდი დამწყე პოდკასტერებს ურჩევდი რომ საბაკარტოზია შეკითხვა ეცადონ გააკეთონ ისეთი პოდკასტი რომელსაც თვითონ შეხედავდნენ და მოეწონებოდათ. ეს არის ალბათ მთავარი საზომი იმისით როგორი პოდკასტი უნდა გააკეთო. იმიტომ რომ შეიძლება ბევრს მიბაძო აიღო რაღაც მაგალითი რომ აი ამას თუ იზამ ბევრი ნახვა ეყოლება ისეთ სტუმრებს თუ მოიწო რომელიც რაღაც სკანდალურ რაღაცებს იტყვიან ბევრი ნახვა იქნება და ასე შემდეგ. ნუ კი ბატონო ეს თუ არის მიზანი შეიძლება ამ გზით წასვლაც, მაგრამ თავარი არის რომ აკეთო ისეთი როგორც ჩვენ მოგეწონებოდა. იმიტომ რომ როცა ეს გაქვს მიზანი დამოცანა, მე უფრო ზუსტად ხედავ და უფრო ობიექტურად შეგიძლია შეაფასო ეს პროდუქტი კარგია თუ არა, მიდის თუ არა სწორი გზით, რას შეცვლიდი, რას დაამატებდი და უფრო ბუნებრივი და ნამდვილი იქნება და თან მithumetes დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პოდკასტია უკვე და ამ პოდკასტების გარო გამოირჩევდე ხო ერთ სტუდიით გააკვირვა ფერავის და ვერც კამერის ხარისხით და ვერც ხმის ჩანაწერით და ამიტომ უნიკალურობა არის მთავარი და ინდივიდუალიზმი არის მთავარი ელემენტი რამაც შეიძლება პოდკასტი წარმატებული გახადოს. შემდეგი ასევე პოდკასტის კატეგორიიდან არის ბაია ბუზარიშვილი. გვარებიც თუ შემეშალა ბოდიში თუნე არასდროს წავიკითხე, შეიძლება მოხდეს ესეთი რამე. ტოპ 3 საოცნებო სტუმარია, ვისაც პოდკასტში მოიწვევდიო. დავით სოლომნიშვილმაც ასეთი კითხვა დასვა ნებისმიერ ადამიანის მოწვევა რომ შეგეძლოს პოდკასტში ვის მოიწვევდი და რას კითხავდიო. შოთა რურუას შეკითხვა უკვე ცოცხლები ვინც არიან ვისთან ისაუბრებდი პოდკასტში და რა თემებზე. ნებისმიერ ადამიანს სოფლიოდან ოღონდ ერთი და გოგო გვიხარი არის ასეთი აკაუნტი. ეს ზურა ჯავახია არის. ვის მოწვევასაც არ აპირებ და არც აქამდე აპირებდი იმათში 5 ყველაზე საინტერესო ადამიანი რო დაასახელავდა. ამ პროვოკაციას არ წამოეგები, ამას არ დავასახელებ, უპასუხებ უფრო სერიოზულ შეკითხვებს. ტოპ 3 საოცნებო სტუმარი. ხო, ესე ძნელია დაასახელო და ჩამოთვალო. ორც ბევრი
ბევრი ადამიანია თან სოფლიოდან განსაკუთრებით ვისაც იქნება ჩასაყვარელი რეჟისორი, მსახიობი, კომიკოსი, სტენდაპერი, ის ადამიანები, ვისაც ჩემ ცხოვრების განმავლობაში ვის შემოქმედებასაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. ჩემზე ასეთი ნებისმიერი ადამიანი იქნებოდა. ამიტომ ტოპ 3-ის დასახელება ალბათ ქართველებიდან ახლა ვინც გამოხსენდა ილია თოფურია არის, ვისთანაც არ მქონია და სიამოვნებით ჩავწერდი პოდკასტს. აუცი ლუისი კეი ალბათ უცხოელებიდან. და ილონ მასკი ალბათ ან ვინმე ესეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საინტერესო იქნებოდა. ყოფილი მინიმუმ ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ მოქმედი პრეზიდენტი ბევრს არაფერს არ გეტყვის ისეც, რაც მარტო ტრამპი კი არა, ვინც არ უნდა იყოს მოქმედი მასთან, მაგრამ ისეც საინტერესო იქნებოდა. მაგრამ ალბათ უფრო ესეთი ადამიანი, ვინც სოფლიო პოლიტიკაში ღებულობდა მონაწილეობას ან ეხლა ღებულობს. ალბათ ამითი დანარჩენ კითხვებსაც გავეცი პასუხი. გადავიდეთ შემდეგზე. სალომე G1407 შენთვის რომელი ეპიზოდი და თემა იყო ყველაზე გამორჩეული, კომფორტული და საინტერესო, თუ არის ისეთი საკითხები, რაზეც გაქვს სურვილი ყველაზე ხშირად ისაუბრო. ეს ვერ გამოვარჩევ რომელი კონკრეტული ეპიზოდს რომ ესე გამოირჩეოდეს რომ ეს იყო ძალიან კარგი. ჩემი ეპიზოდებიდან გულისხმობ გავლილი 99 ეპიზოდიდან. ყველაზე ხშირად საუბრობ ხოლმე და მაინტერესებს უფრო არის ალბათ მეცნიერება, სამყაროს შესახებ, სამყარო როგორ მუშაობს, ცნობიერება, ფიზიკა, ასეთ თემები. ხო, იდეაში სამყარო როგორია, ამის შეცნობა და შესწავლა არის, ასე ვთქვათ, თავი ამოცანა და მანდამაინც არ არის აუცილებელი ფიზიკოს მოусმინოთ ან ფსიქოლოგს ან ამ შემდეგ ნებისმიერი ადამიანის გამოცდილება, ნებისმიერი პროფესიის და თავგადასავლის მქონე ადამიანის გამოცდილება თვლი რომ საინტერესოა და იმაშიც კი შეიძლება დაინახო რაღაცები თუ როგორ მუშაობს სამყარო და ადამიანი და უკეთ ბევრი საინტერესო რაღაცა გაიგო. ამიტომ ეს არის ძირითადად როგორც შეიძლება დაახასიათო ეს თემები, რაზეც ყველაზე ხშირად მინდა ხოლმე რომ ვისაუბრო. Just ეს 57 ამ დროის განმავლობაში ვინ ყავდა სტუმრად პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო რომელმა ეპიზოდმა ჩაირა და რამე ახალი თუ ისწავლე შენ თვითონ ხო ნუ რაც შეეხება საინტერესო სტუმარს ამაში ყველაზე საინტერესო სტუმარს ამაზე უკვე ვთქვი რამე ახალი თუ ისწავლე რა თქმა უნდა ყველა ეპიზოდში რაღაც ახალს სწავლობ და ადამიანს რო უსმენ რომელიც რაღაცა თავის გამოცდილებას გიყვება თავგადასავალს რომელსაც რაღაც შეუქმნია ცხოვრებაში და რაც საინტერესო რაღაცები უკეთებია აუცილებლად ისწავლი რაღაცას. GG 22 ჯაფარ თუ შეგიძლია ტრანსპორტირების ტექნიკურ საკითხებსაც შეეხო ძალიან საინტერესო გამოვა შენეული მიდგომით პოდკასტიო მადლობა და ასეთივე შეკითხვა იყო IT სფეროს არ შეხები ხარო ავთანდილ კავრელიშვილით შეგიძლია მოიწვიო. IT სფეროს უფრო ალბათ ხელოვნური ინტელექტის მხრიდან შევეხე და მყავდა წარმომადგენლები IT სფეროში მუშაობენ და ხელოვნური ინტელექტის განხრით. სხვა მიმართულებითაც რა თქმა უნდა საინტერესო იქნებოდა და ალბათ მომდევნო ეპიზოდებში აუცილებლად მივადგები ამ თემასაც. თან დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება IT სფერო, ცოდნა მიმართულებით უკვე ვთვლი რომ ნებისმიერ ადამიანს როგორც სკოლაში ადრე ისწავლებოდა რაღაც მათემატიკა და ქართული და გეოგრაფია, რაღაცა პატარა IT-სთან შეხება უკვე უნდა გქონდეს. ისეთი დრო მოდის. MZH 99-44 გვეკითხება შემსმენელებზე რა სიტყვია როგორ მსმენელს ისურვებდი რა მიგაჩია მნიშვნელოვნად როგორც მსმენელი როცა პოდკასტს უსმენ ხო კიდე შევრი შეკითხვა არის და ასევე ქვეკითხვა გეგმავ თუ არა ინტერაქციას მსმენელებთან სამომავლოდ და მე შეკითხვა ორი ხომ არ ვფიქრობ უცხოური სტუმრების მოწვევას. უცხოური სტუმრების მოწვევაზე გავეცი პასუხი სიამოვნებით თუ ვინმე ესეთი ადამიანი იქნება ვინც მე მაინტერესებს.
მსმენელებზე ვიტყვი პირველ რიგში ზუსტად ისეთი მსმენელი მყავს, როგორც მინდოდა და წარმომედგინა. ეს აისახება მაგალითად კომენტარებში, ქცევებზე ადამიანის, რომ ძალიან იშვიათია მაგალითად, რომ რომელიმე ადამიანმა კომენტარში ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს მაგალითად სტუმარს, ან მე, ან სხვა კომენტარის ავტორს, ესეთი შემთხვევა ძალიან იშვიათი არის ხოლმე და კომენტარებიც საინტერესო არის ხოლმე რაღაცა უფრო შინაარსის მომცემი და მოკლედ აქედან კარგად ჩანს, რომ ძალიან ესეთი მსმენელი იყოს, რითიც ვამაყობ და როგორც მსმენელს ვისურვებდი, ასეთი მსმენელი იყოს კიდევ უფრო ბევრი. შენ თვითონ მსმენელს რა მიგაჩნია მნიშვნელოვნად, როცა პოდკასტს უსმენ? ის რომ ალბათ პოდკასტის მოსმენის შემდეგ უფრო მეტი რაღაც ვიცოდე და ისეთ რაღაცებზე დავფიქრდი, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. ან თუნდაც ასეც აქამდე მიფიქრია, მაგრამ რაღაცა ისევ ახლიდან მოგცეს დასაფიქრებელი სხვა კონტექსტით, სხვა რაღაც დამატებითი ინფორმაციით. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და დროის კარგად გატარება რა, ხა არის პოდკასტები, რომელსაც უსმენ, იმიტომ რომ მაგალითად ლექს ფრიდმანი, რომელსაც საინტერესო სტუმრები ყავს და ვიცი რაღაც ახალს გავიგებ, არის რაღაცა იუმორისტული პოდკასტები, რომელსაც ვიცი გავერთობი და კარგად გავატარებ დროს, როცა რაღაც საქმეს ვაკეთებ, თან შეიძლება ჩართული კონდეს, ან საჭესთან როცა ვზივარ მარტო ძირითადად, როცა მიწევს სიარული და მოგეთ ერთის სიტყვით რომ დაახასიათო, ალბათ დროის საინტერესოდ გატარება და სასიამოვნო გატარება არის ჩემი მოლოდინი, როცა რამე პოდკასტს ჩავრთავ. ინტერაქციას თუ გეგმავს მსმენელთან გეგმავ, მაგალითად თუნდაც ეს და კიდე მომავალ შემდეგი ეპიზოდისთვისაც მაქვს რაღაც საინტერესო იდეა და ასევე ექსპერიმენტი მოფიქრებული და კარგად მოვიფიქრებ და მე დავაანონსებ. მაგრამ გეგმავ აუცილებლად. საქსი ჯოს გვეკითხება, ცოტა მომავალში შეგვაჭყიტეო, რამეს კიდე ხომ არ აპირებო. ესე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად რაღაცას ვიზავ, იმიტომ რომ ეს სფერო რაც მედია კონტენტის შექმნა, ჩემი ძალიან ყველაზე საყვარელი სფეროა, რომელშიც ვარ უკვე თითქმის არა 20 არა 18 წელია. თუ არ ვწდები რა. ხო, 18 წელია უკვე ამ სფეროში მუშაობ და არ მომეზრებია ჯერჯერობით და ესე იგი ეს არის ჩემი საყვარელი სფერო, ესე გამოგდენთ, რომ სხვა სამსახურებით ვსადენ, სადაც დიდად აღარ დამაინტერესა, ამიტომ ამ სფეროში მინდა რომ გავაგრძელო მოღვაწეობა, შეიძლება რაღაცა თუ გავიდეს პოდკასტი არ იყოს, სხვა რაღაცა იყოს, მაგრამ ვაპირებ რაღაცებს, ჯერ არ ვიცი რას, მაგრამ რაღაცებს ვაპირებ. ლაშა რაიტს გვეკითხა ტოპ 5 პოდკასტი ქართული თუ არა ქართული დაგვისახელე გვირჩიეო. მოდი უცხოებს დავასახელებ. იმიტომ ქართულებიდან შეიძლება რაღაცა გამომჩეს და რაღაცა ისეთი გამოვიდეს. არა კოლეგიალური, არ ვიცი. მაგრამ ქართულებიც არის ასაც უსმენ და მოდი ჯობია უცხოებს დავასახელო. ჯოროგანის პოდკასტი არ მახსოვს, ალბათ 10 წლის წინ აღმოაჩინე მეტი და იმის მერე უსმენ და ინსპირაცია მთავარი ალბათ ამ პოდკასტის კეთებისაც ეგ იყო. უпростоრეთ რომ დავფიქრდი საერთოდ რომ პოდკასტს გავაკეთებდი თუ არა და როგორ უნდა აკეთო პოდკასტი და ასე ვთქვათ პოდკასტის შესწავლა და სმენა და ეს ჩემჩოვაში პოდკასტის მოხმარება ჯოროგანით დაიწყო და დღემდე ნომერ პირველი პოდკასტერია პოპულარობითაც და გინდა სტუმრების ჩამონათვალითაც და ასე შემდეგ. ლექს ფრიდმანი არის ასევე ძალიან საინტერესო პოდკასტერი. ლექს ფრიდმან, ესე პირდაპირ შეგიძლიათ მოძებნოთ YouTube-ზე. ეს ამ პოდკასტის ყველაზე დიდი გავლენა და ინსპირაცია ალბათ ლექს ფრიდმანი იყო, ზუსტად ჩემ წარმოდგენაში რო ვაკეთებდი, დავინახე რომ ყველაზე მეტად ლექს ფრიდმანის პოდკასტს დაემსგავსებოდა ჩემი პოდკასტი, ზუსტად ესეთი მიმართულება ავიღე მეც, რომ მოყავს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ხდება ამ პოდკასტში რა და მოკლედ ბევრ რაღაც საინტერესოს გაიგებთ.
კიდე ყველაზე ხშირად ასაც უსმენ არის ალექს ოკონერი, ესეთი ალექს ოკონორი. თუ ოკონორი მე მგონი. ფილოსოფოსი არის, შეიძლება ესე ითქვას და ფილოსოფიურ თემებზე აქვს ძალიან საინტერესო პოდკასტი, აქვს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. ბევრ ესეთ დილემებს განიხილავენ და ღმერთზე, სარწმუნოებაზე, მორალზე, ადამიანზე, მოკლედ ძალიან საინტერესო თემებია და ძალიან ჭკვიანი ბიჭი არის. სტუმრები შესაბამისად ძალიან კარგები ყავს. Congratulations არის კრისტელიასი, მაგრამ მოდი კიდე ერთი სერიოზული პოდკასტი დავასახელოთ. ეს არის ტრიგერნომეტრი, პოლიტიკური და სოციალურ თემებზე არის, ორი წამყვანი ყავს. კონსტანტინ კისინი და მეორე დამოუწყდა. და რაც მომწონს ამ პოდკასტში არის, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული არის, მე ვფიქრობ. კი რაღაცა თავისი შეხედულებებიც აქვს და რაღაც კონკრეტული ხედვა და ასე თქვა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანებს სამყაროს მიერ როგორც ყველას. მაგრამ ამ პოდკასტში მოწვეული სტუმრები, პოდკასტის საყვანის მანერა, დებატები თვლი რომ არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაც ამ სფეროში არსებობს. და უფრო არის ზედაც სოციალურ თემატიკას და იდეოლოგიებზე, მაგრამ პოლიტიკურ ცხელ თემებსაც ეხებიან და პოდკასტია, სადაც არც ცდილობენ რაღაცა აზრი მოგახვიონ თავს და რაღაცა პროპაგანდისტული იყოს. კრის დელიას პოდკასტი არის კიდევ რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვუსმენ. კრის დელი არის ესეთი სტენდაპერი და Congratulations podcast ესე ქვია. მარტო არის თვითონ ზის სტუმარი არ ყავს ხოლმე და იწყებს რაღაც მიმდინარე თემებზე ლაპარაკს რა, რაც სოციალურ ქსელში პოსტი შეხვდა, რაღაც ახალი ამბავი შეხვდა და მოკლედ რომ დაიწყოს ეს ადამიანი საუბარს ხან ისეთ დონეზე ადის იუმორის რაღაცას თუ ჩაიხვევს ასე თქვა და რამეს აკენწლავს რომ ბევრი სტენდაპერი ერთი წელი რომ ამზადებს სტენდაპს ესეთ მაგარი იუმორს ვერდებს როგორცაც ეს იმპროვიზებულად პირდაპირ ეთერში მწუთას აკეთებს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სტენდაპერია ადრე დამიკავშირდნენ კიდეც რაღაცა ეს პოდკასტი დაიწყო Congratulations პოდი წლების წინ რაღაცა ესეთი ფან ვიდეო გავუკეთე და გავუგზავნე და თვითონ კრისტელიამაც ნახა და მის პროდიუსერმა მომწერა რომ ნახეთო და მოვალში გვინდა რომ ესეთი ვიდეო ედიტები ვაკეთოთ და თუ იქნები დაინტერესებულიო და მოკლედ მე აღარ შედგა ეს თანამშრომლობა არ წავიდი რა მიმართულებით მაგრამ ესეც ძალიან მაგარი ის იყო ამბავი იყო რომ ვიღაცა იქიდან გავამეხმაურა მაშინ არ მჯეროდა ცოტა ხანი ამ მეილს რო უყურებდი იქიდან მოსულს რამდენზე ავედი რამდენი თქვი 5 და რამდენი არა, დრო კი არა ეს ჩამონათვალე. 25 წუთია? ესე გასწორდა დავინიშნე. ეს მეგონი 5 გამოვიდა. და კაი 6-იც იყოს კიდე Bad Friends არის ეგეთი პოდკასტი. ბობილი და ენდრიუ სანტინო არიან წამყვანები და ძალიან სააცილო არის. მოკლედ ან ესეთ სერიოზულ პოდკასტებს უსმენ, ან ძალიან სააცილო იუმორისტულებს რა. რუსიკო ჭანტურია რა ახალი თვისება ან გატაცება გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში 99 პოდკასტის შემდეგ და განიცდით თუ არა შემოქმედებით კმაყოფილებას და სულიერ ზრდას. ახალი თვისება ან გატაცება ხო ახალი გატაცება ან თვითონ ამან რაც გამოიწვია ამ 99 ეპიზოდმა გამიჭირდება თქმა ისეთი რომ გატაცება რო იყოს ან თვისება შემოქმედებით კმაყოფილებას განვიცდით და სულიერ ზრდას აუცილებლად იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები რომ ეს ადამიანებიც მოდიან და თავის გამოცდილებაზე ცხოვრებაზე ყვებიან სულიერი ზრდის ერთ-ერთი გზა არის რომ ერთმანეთს მოусმინოთ და ერთმანეთის ცხოვრება გავიზიაროთ მე ასე ვფიქრობ და ეს რა თქმა უნდა შემოქმედებით კმაყოფილებას რო არ განვიცდი და ალბათ გამიჭირდებოდა ეს ამ პოდკასტის კეთება და არ გავაკეთებდი ფროჰენტუს არ ვიცი როგორ იკითხება მხატვრულ ლიტერატურასთან ამდენად ახლოს ხარ ვისურვებდი პოდკასტში ლიტერატურებიც მოგეწვია მხატვრულ ლიტერატურასთან ვერ ვიტყვი ძალიან ახლოს ვარ უფრო თუ რაღაცას წავიკითხო მირჩევნია ხოლმე რაღაც ისეთი სამეცნიერო იყოს ან რაღაცა კონკრეტულ რაღაცა თემაზე ან პროფესიაზე
ხო, ხატრული ლიტერატურის კითხვას ესეთის მირჩევნია და თან კითხვის მირჩევნია მოსმენა და ყურება, უფრო ხატრული ესე რომ ახლოს ვარო ვერ ვიტყვი. ნიკა 6090 რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ხალხთან პირისპირ გიწევს კომუნიკაცია, რადგან როგორც პროდიუსერს ეს ნაკლებად უწევს. პროდიუსერი აქ იგულისხმება კაცების პროდიუსერად მუშაობაც და რა შეიცვალა მას შემდეგ შეიცვალა ის რომ უფრო მეტად იწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ალბათ, იმიტომ რომ დიდად არ ვარ ესე კომუნიკაციის მოყვარული და კომუნიკაბელური, მაგრამ რაღაც საქმე სჭირდება ეს მიწევს ამის კეთება და შეიცვალა ის რომ ესეთ კომფორტის ზონის დატოვება მიწევს ძალიან ხშირად. ხო, თუმცა გამოიმუშავე ესა და უფრო ადვილი ხდება რა, თავიდან კიდე ბევრად უფრო მიჭირდა ეს და რაღაცა კომენტარები რომ მოდიოდა ამ პოდკასტზე, რომელიც პირდაპირ ჩემს მიმართ იყო მომართული და პასუხი უნდა გამეცა და ასე შემდეგ, ცოტა არ მომწონდა და არ მსიამოვნებდა, მაგრამ ეხლა მივეჩვენე და პირიქით უფრო მსიამოვნებს. გიორგი ჭირაძე, პირადად შენი აზრი მაინტერესებს ჩვენი ცივილიზაციის მომავალზე, რას ფიქრობ, როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ უახლოეს მომავალში და რა ახალი უნარები დაგჭირდება, რომ შვიდად ვიცხოვროთ. ცივილიზაციის მომავალსაც შეეხება. ვერ ვიტყვი რომ კარგი გზით მივდივართ ჩვენი ცივილიზაცია. რომ გადახედო ერთი დღით რომ ჩართო უცხო პლანეტაზე ჩამოვიდეს და ჩართოს საინფორმაციო, არ ვიცი რომ Reuters ან CNN ან Al Jazeera ან არ ვიცი რა, სოფლიო ამბებს გვაცნობს. ერთი დღე უყუროს მიხვდება რომ აქ საშინელება ხდება. სწორი გზით არ მივდივართ, ძალიან ბევრია ამას ყველაფერი აჩვენებს, რავი, რამდენი ომი ხდება, რამდენი რაკეტებს ვესვრით ერთმანეთს და რა საერთოდ ვაკეთებთ ცივილიზაცია თუ გინდა გვერქვას ამას საერთოდ უნდა შვებოდეთ, მაგრამ რაღაც იმედი მაინც მაქვს, რომ უკეთესობისკენ წავა და რაღაც მომენტში დაიწყება შემოbrunება. ჯერჯერობით ცუდი გზით მივდივართ და რაღაც ადამიანების დაყოფა უფრო და უფრო გრძელდება და გადამტერება ერთმანეთთან და რაღაცა უფრო და უფრო პოლარული ხდება თითქოს კაცობრიობა, მაგრამ ეს რაღაც ალბათ ან ახალმა დროებამ მოიტანა ტექნოლოგიებმა, ან ამ ტექნოლოგიებმა უბრალოდ გამოაჩინა და ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ მნიშვნელოვან ფაზას გავდივართ ახლა ძალიან და ჩვენ მოხერხებულობაზეა როგორ გამოვძვრებით აქედან. თუმცა მსოფლიო ლიდერებს რო გადახედო, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ის ხალხია, ვინც უნდა იყვნენ მსოფლიო სათავეში. როგორც სამყაროში ვიცხოვთ უახლოეს მომავალში რთულ სამყაროში, როგორც ახლა არის, ესეთში გავაგრძელებთ და მე საომალოდ იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება. და მგონია, რომ შეიცვლება. იმიტომ მგონია, რომ რაღაცა კიდე არსებობს ჩვენს ადამიანის გარდა რაღაც ძალები, რომლებიც თუ ჩვენ ვერ მოვედით აზზე მოგვიყვანენ და ამის იმედი მაქვს. რა ახალი უნარები დაგჭირდება, რომ შვიდად ვიცხოვროთ, ხომ შვიდად ცხოვრება ადამიანს ჯერ უჭირს და ადამიანი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რომ შვიდად ცხოვრება ვისწავლოთ. ხო და ეს არის ალბათ რა, ცივილიზაცია იქამდე უნდა მივიდეს, რომ შვიდად ცხოვრება ვისწავლოთ, რასაც ჯერ ვერ ვაკეთებთ. ამისთვის ახალი უნარები იქნება ის, რომ ალბათ ხო ეგოს დაძლევა ისწავლოს ადამიანმა უკეთესად, იმიტომ რომ ეგოდან მოდის მერე ის, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვას აჯობოს, სხვაზე უკეთესი იყო და მერე ეს იწვევს იმას, რომ უკვე კონფლიქტში შედიხარ სხვა ადამიანებთან და შესაბამისად არ მშვიდობა არ არის. თავა 91-4 თავა. აქტიურად ხარ დაკავებული სპორტით, რა სირთულეების გამკლავება მოგიწია, რამ განაპირობა ეს აქტიურობა, მაუნეჩვევებს თუ შეეშვი რა ხერხი და როგორ და ცივი წყლის თერაპიას როგორ უყურებ. იქნება ბახალა დაითანხმო სტუმრად, იმ ხელად ცვლილებები გაიარა ცხოვრებისეული საინტერესო იქნება, წარმატები და მადლობა. კი ბატონო, სიამოვნებით, საომავლოდ შეიძლება ეს ბახალას ვერსიაც გავნახილოთ სტუმრად. აქვე იყო ესეთი შეკითხვა, King Willow გვეკითხება, სპორტის სახეობებით ხარ დაკავებული, რა ინტენსივობით ვარჯიშობ და რამდენად მარტივად უთავსებ სპორტულ ცხოვრებას, ჩაწერებს მიღმა.
ბოდიში, რამდენად მარტივად უთახსოვს სპორტულ ცხოვრებას ჩაწერებას მიღმა არსებულ თავისუფალ დროს. აქ მონიტორზე იყო რაღაცა ტვერი და ის ზუსტად წერტილის ადგილას იყო და ესე წავიკითხე, იქ მეგონა წერტილი იყო. რამდენად არსებულ თავისუფალ დროს კაცებს საკუთარ პოდკასტს და რა არის ყველაზე რთული ამ ბალანსის შექმნა შენარჩუნებაში. დავიწყოთ რა სირთულების მოგიწია გამკლავება. სირთულების გამკლავება არის სიზარმაცის დამარცხება. რაღაცა შეჩვევა იმასთან, რომ რაღაცა უნდა გეტკინოს და გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და შენი თავი რაღაცა უხერხულ სიტუაციაში ჩააყენო. ამის გარეშე მე არ მგონია რომ განვითარდები და რაღაცა აზრი აქვს ვარჯიშს თუ ცოტა არ იწვალე და რაღაცა არ გეტკინა და არ რაღაცა დაძლევა არ მოგიწია, ისე ვარჯიშს აზრს ვერ ხვდები. ეს აქტივობა განაპირობა შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდან ვიყავი აქტიური, სკოლის პერიოდში კალათბურთს თამაშობდი და ძალიან მიყვარდა და ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული მაშინ კალათბურთი იყო, ეს რაღაც სკოლის დამთავრების უნივერსიტეტში ჩაბარებამდე. და ყოველთვის ვიყავი აქტიური და მიყვარდა სპორტი და მე რაღაცა უნივერსიტეტში ჩაბარების მერე დიდი პერიოდი ეს გადავედი დივანზე საცხოვრებლად ასე ვთქვა და ძალიან ისე ჩავჯექი სახლში და ჭარბი წონა მქონდა მოვიმატე ძალიან არაჯანსაღი ცხოვრებდი, არც იმას უყურებდი რა ვჭამდი, როდის ვჭამდი, სიგარეტს ვეწევოდი ბევრს, სვამდი და ასე შემდეგ. და მე რაღაც მომენტში ეს პოდკასტშიც ვაქვს მოყოლილი. აღარ მახსოვს რომელი ეპიზოდი იყო, რატომ ვიხსენებდი ნომერს არ ვიცი, მაგრამ თუ გაინტერესებთ კომენტარი დაწერე და დაგილინკავთ იმ ეპიზოდსაც. მივედი იქამდე რომ მე რაღაცა უკვე სახლში ჯდომისგან და არასწორი ცხოვრებისგან უკვე რაღაც მენტალური პრობლემებიც წამოვიდა, პანიკური შეტევები, ასე შემდეგ და ერთბაშად მივხვდი რომ უკვე რაღაცა სწორ შემოვატრიალებდი, ისე აზრი არ ექნებოდა. ასე გაგრძელებას და ვერანაირ მიზანს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაში და საკუთარი თავი თუ ვერ დაიმორჩილე, საკუთარი სიზარმაცე, ის თუ ვერ აკონტროლე რას ჭამ და როდის ჭამ, იმ დონეზე რომ ამაში პრობლემები შეგიქმნას, მაშინ საერთოდ სხვა რაღაცას როგორ მიაღწევ, თქო ვიფიქრე და დავიწყე კრივზე სიარული, ეს იყო 2014 წელი. მაშინ ესეთი რაღაც მოდაში შემოვიდა კრივი რა, რომ ვისაც გახდომა უნდა და რაღაც ახალი სპორტი რო შემოახმე და ხალხი აიტაცებს, მაშინ ესე შემოვიდა ესე კრივი როგორც ჩვეულებრივი ვარჯიშის სახეობა და არა უბრალოდ მხოლოდ როგორც სპორტი და მეც ჩავთვალე რომ მოდი უბრალოდ რაღაცა ვარჯიშს მოდი კრივზეც ვივლი, თან ვისწავლი კრივს და თან გავამადგება თქო. აღმოჩნდა რომ ძალიან მომეწონა, ძალიან შემიყვარდა კრივი. და იმის მერე მალევე დავიკელი 20 თუ 22 კილო დაახლოებით, იმიტომ სხვადასხვა სასწორებზე ვიწონებოდი, მაგრამ ესე საგრძნობლად დავიკელი 2-3 თვეში ალბათ, მაქსიმუმ 9 წელიწადში, რომ ხალხი მეკითხებოდა რამე ხო არ გჭირსო, ვისაც არ ყავდი რაღაც პერიოდი ნანახი და ისეთ გამხდარს მომხედავდნენ და ამის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერებულა რა, ეხლა 3-4 თვე შეიძლება ჩამიგდია, მაგრამ ამაზე ბევრი არ მახსენდება. რაღაც ტრამვები და რაღაცები ყოფილა, რასაც ხელი შეუშლია, მაგრამ ხოლმე მაგით თუ გავჩერებულ ვარ, თორე ისე იმის მერე ვარჯიშში არ დამინებებია თავი. ცივი წყლის თერაპიას როგორ უყურებ და ჯერ ბევრი მაგ წაკითხული ძალიან კარგია და მოსმენილი, მაგრამ ჯერ მეზარება და მაგრამ სულ მიტრიალებს გონებაში და მახსენდება ხოლმე და ალბათ მაგასაც ვცდი. ცივი წყლით ესე მიბანავია და ეს რო ვიცი რა გამოცდილებაც არის, ამიტომ ვიკავებ თავს. მაგრამ ვიცი რომ ძალიან სასარგებლო რაღაცა. სპორტის სახეობებით ხარ დაკავებულიო, ეს შემდეგი კინგვილოს კითხვა იყო, კრივი, კალათბურთსაც თამაშობდი, ახლა რამდენიმე წელია რაღაც ტრამვების გამო ვიყარ ვითამაშე, მაგრამ ალბათ ისევ გავაგრძელებ. კალათბურთი მიყვარს ძალიან, კრივი და ბოლო გატაცება არის კროსფიტი. და ესეთი მაგარი შედეგი და როგორ თქვა ესეთი რაღაც ახალ ეტაპზე გადავედი ვარჯიშის თქოს აი რაღაც 2014-დან ხო დავიწყე რამდენი 10-11 წელი ვარჯიშობდი და ეხა ბოლო რამდენიმე თვე რაც კროსფიტი დავიწყე და შეიძლება ითქვას რომ აი როგორც დარბაზში ვარ დავდიოდი საერთოდ და მე დავიწყე სერული და ნახე სხვაობაც იყო და ახლობით ეგეთივე სხვაობა მომცა ეხლა ამან ახალ საფეხურზე გადავედი თითქოს ფორმაში ყოფნა იქნება თქვა ფიზიკური ძალის მომატება, კუნთის მასის მომატება, საკუთარი თავის შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრი ტრავმა დამიგროვდა, მათ შორის ხერხემლის ტრავმა, მუხლის, მხარი,
კოჭები, მოკლედ, ბევრი რაღაცა დამიგროვდა ტრამვა და მეგონა რომ აი რაღაცას რაც ვარჯიშობდი, ისე ვარჯიშობდი, რომ ესენი დიდად არ დამეტვირთა. განსაკუთრებით ხერხემალი, ესე თქვა ხერხემლის მალების თუ დისკების პროტრუზია, ესეთი დიაგნოზი დამისვეს ბოლოს, ეს არის დისკების განიერება, თიაქარსაც ეძახიან, რომ თიაქარამდე არ მისულა ჯერ, აი ცოტა დააკლდა და ხერხემლის როგორც ვქვია, თიაქარი ჩაითვლებოდა და ნუ ექიმების რეკომენდაცია იყო რომ რაღაცა წონა აღარ აწიო, ეცადე რომ რაღაცა ისეთი დატვირთვა არ მიიღო, რომელიც ხერხემას დაადგება და ასე შემდეგ და ამიტომ ძალიან ჩამოვშორდი აქტიურ სპორტს და ისე ასე ვთქვათ, სუბუქად ვარჯიშობდი, მაგრამ რაც კროსფიტი დავიწყე, ასე ვთქვათ, ესეთი კარგი შედეგი თუნდაც ხერხემალზეც ესე კარგ მდგომარეობაში არ მქონია ხერხემალი და წელი და ზურგის ტკივილები თითქმის გაქრა. რა თქმა უნდა, მცოდნე ადამიანთან უნდა იაროთ კროსფიტზე. მე პირადად ირაკლი კვაშვილავასთან დავიწყე სიარული. ამჟამად ოქტოპუსში შეგიძლიათ მიხვიდეთ ირაკლისთან. ძალიან იმხელა შედეგი და მომცა და ისე გაუნჯობესდა რაღაცა ყოველდღიური ცხოვრება, რომ ყველას ურჩევდა სულ ამაზე ლაპარაკობ, რომ კროსფიტი არის ან მაგარი რაღაცა. და ახლა კითხვაც იყო, რომ რა ინტენსივად ვარჯიშობო. კვირაში 3 ჯერ ვარჯიშობ კროსფიტს. ყოველთვის არ 1 საათი ყოველთვის არ გრძელდება ეს ვარჯიში, ყოფილა 9 საათიანიც. და აი კვირაში 3 ჯერ რო ივარჯიშებ, იმხელა შედეგს იძლევა და ნუ აი ჯამში გამოდის 2 საათ ნახევარი ვარჯიში მთელ კვირაში 7 დღის განმავლობაში. მაგრამ ნუ შედეგი აქვს სასწაული. რამდენად მარტივად უთავსებს სპორტულ ცხოვრებას საქმეს, ხო, მარტივი არ არის, იმიტომ რომ ვარჯიშსაც დიდი დრო მიაქვს. ვარჯიშს ყვებას, ამ ყველაფრის ფიქს ორგანიზებას, შემდეგ თავისი დრო რა თქმა უნდა მიაქვს და ადვილი არ არის, მაგრამ თუ რაღაცა კარგი შედეგი გინდა ცხოვრებაში, ხა ადვილი არაფერი არ არის. და რა არის ყველაზე რთული ამ ბალანსის შექმნა შენარჩუნებაში? არ ვიცი ყველაზე რთული რა არის რა, მეორე მხრივ რომ დაფიქრდე, როცა ვარჯიშობ და ფორმაში ხარ და დილით ადრე დგები და მინდიხარ დარბაზში, სამაგიეროდ მე ბევრი დრო გრჩება დღეს განმავლობაში, უფრო აქტიური ხარ, ენერგიული ხარ, შეიძლება ბევრი რაღაცა მოვასწრო. მოკლედ ორი მხარეც აქვს რა, თან რაღაც დრო მიაქვს, მაგრამ სამაგიეროდ იმ დარჩენილ დროს რაც გაქვს, იქ უფრო აქტიური და მობილიზებული და ენერგიული ხარ, ამიტომ აუცილებელია ვარჯიში და ჯანმრთელი ცხოვრება. ირაკლი გვეკითხება, სილვესტერ სტალონის ფილმი კომედია გაქვს, თუ გაქვს ნანახიო ოსკარი. ეს ოსკარი ესე ქვია ხო ალბათ. თუ რა გაქვს ნანახი, უნდა ნახოთ შენს დაგვანცამაც, მაგრად გაერთობით. ეს ალბათ ჩემი დაგვანცას პოდკასტის მუსკულების გამოძახილი არის, იქ მქონდა გარჩევა სტალონე თუ შვარცენეგერი ეგეთი დებატები მქონდა და ალბათ იმის გამოძახილია ეს შეკითხვა. არ მაქვს ნანახი და კი ბატონო ნახავდი რატომაც არა. საბა სანიკიძე იყო ვარიანტი რომ შენც დაждდებოდი კაცებთან ერთად გადაცემაში, ან იქნება ოდესმე რომ ჩაანაცვლებ ვინმეს ერთჯერადად მაინც. არა ესეთი ვარიანტი არ ყოფილა, ამის განხილვა არც არ მოხდარა და არც ვფიქრობ მაგას, არც მიფიქრია რომ ვინმე ჩავანაცვლო, იმიტომ რომ სულ ვინმე მეხვეწოს მაინც არ ვიზამ, იმიტომ რომ ეს 4-ეული იყო ესეთი ლეგენდარული 4-ეული არის, იმდენი ხანია არიან ეთერში, ისე უყვარს ხალხს, რომ რომელიმე ადგილას დაждდომა არ არის კარგი აზრი არავისთვის. და ხო, ნუ ამ 4-ეულის გარეშე ეს გადაცემა, სხვა გადაცემა გამოდის, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე წამყვანი აკლია, ყველა ვარიანტი ყოფილა, როცა რომელიღაცა ეკლდა და არასდროს ისეთი კაი არ გამოდის და ამიტომ ეს 4 ადამიანი ერთმანეთს იმდენად ავსებს და ისეთი რაღაც იდეალური ერთობა გამოდის, რომ მათი ჩანაცვლება მე მithumetes არ მგონია რომ მაგაზე არც ვფიქრობ. გამარჯობა ჯაფარ, თუ ეს გაგა გვეკითხება, ჯაფარ, თუ შეიძლება რომ მოგვიყვე როგორ მოხვდი კაცებში. კაცებში მოხვდი ესე იგი გოგონა გარეუბნიდან იყო ეგეთ სერიალი და კასტინგი გამოცხადდა. და მაშინ
საერთოდ ანუ ტელევიზია ყოველთვის მაინტერესებდა და კინო და განსაკუთრებით კომედია ბავშვობიდან, მაგრამ ეს არასდროს არ მიცდია, რომ მუშაობა დამეწყო თქვა ტელევიზიაში ან რაღაც ეგეთ ამ სფეროში და ვერც წარმოვიდგენდი რა, რომ რამდენად მოხდებოდა ეს ნაბიჯერს არ გადამიდგამს და მაშინ ჩემმა კურსელმა ჩათვალა იყო მისული კასტინგზე და მას შესთავაზეს თუ სწორად მახსოვს იმდენი ხნის წინ იყო ეს იყო ალბათ 2008-2009 წლები და მას შესთავაზეს სცენარისტობა ხო არ გაინტერესებს და იმან რატომაც ჩემზე უთხრა რომ აი სცენარისტებს თუ ეძებთო დაუკავშირდითო რატო ჩათვალა რომ გამომივიდო და არ ვიცი იმიტომ რომ არასდროს მანამდე არაფერი დაწერილი არ მქონდა ნამუშევარი და მე კაკაბამ დამირეკა პირადად ეს თუ სწორად მახსოვს ან შეიძლება ვიღაცამ დამირეკა და მე კაკაბას ველაპარაკე და ესე ვეძებ სცენარისტებს და უბრალოდ კასტინგი გვაქვს და თუ გაინტერესებს რომ ცადაო და კი მეთქი და მაშინ მივედი გას დავალება მოგწესო და გვეწერა რაღაცა პერსონაჟების დიალოგი დავწერე და მოკეთ ესე ამიყვანეს კასტინგზე და დავიწყე გოგონა გარეუბნიდან სერიალის სცენარისტობით პირველი 2 სეზონი ვიყავი მანდა სცენარისტი თუ სწორად მახსოვს და ნუ იქიდან მოყოლებული მე უკვე ღამის შოუს პროექტებში TV11 და ესე ამ ჯგუფთან ერთად მოვდივარ უკვე ნედი ხანია და ბოლოს უკვე კაცების შოუ რო იყო და ბოლოს დაიხურა და მე კაცების აღდგენა რო გადაწყვიტეს მაშინაც კაკაბა მითხრა რომ ესე პროდიუსერი გჭირდებაო ვინც კაცების აღდგენას ფიქრობდნენ უკვე ინტერნეტში და მოგეთ მე დამიძახეს ასე ვთქვათ პროდიუსერად და მას მე ვარ კაცებში ნიკოლოზ ბრეგვაძე თუ გეუბნებიან რომ ბოლო დღე გაქვს ესა თუ გეუბნებიან რომ ბოლო დღე გაქვს რა სიზამდი არც ბოლო დღე თუ გაქვს რა უნდა ქნა მაგ დროს უნდა წახვიდე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარო მაქსიმალურად დრო ამაზე სხვა რა უნდა ქნა არც ბოლო დღეს ტავა ელფი შენი აზრით როგორ შეიძლება დაიბრუნოთ ბავშვური ცნობის მოყარეობა დიდობაში ძალიან გვაკლია ხო ბავშვური ცნობის მოყარეობა კარგი რაღაცა არის ძალიან როგორ უნდა დავიბრუნოთ და არ ვიცი ალბათ ცხოვრების ხალისით დაგიბრუნდება მე დაგიბრუნდება ბავშვური ცნობის მოყარეობაც და თუ ცხოვრების ხალისი არ გაქვს უნდა ეძებო ის მიზეზები რის გამოც არ გაქვს იმიტომ რომ მგონია რომ ბედნიერება და სიხარული ეს ვთქვათ რაღაც ბუნებრივი მდგომარეობა არის ადამიანის და თუ მანდ არ არის აი როგორც ბავშვი არის ყოველთვის რაღაც ბედნიერი და ცნობის მოყარე და სულ რაღაცა უნდა რომ ახალი ნახოს გაერთოს ითამაშოს და იმოძრაოს ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა და როცა ადამიანი ამას კარგავს ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს რა ცხოვრების განმავლობაში და ამ მიზეზებს უნდა ჩაძიება და ნახვა რამ დაგვაკარგინა ეს და მე მუშაობა რომ ეს გამოვასწოროთ თორე ბავშვური ცნობის მოყარეობის გარეშე ხო ანუ ამ რაღაცა აღტაცების გარეშე ცხოვრება ცოტა ძნელი არის და ის მახსენდება ჯეიმს კამერონს რეჟისორს ესეთი ის გააკეთა დოკუმენტური წყნარი ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში ჩავიდა და იქ რაღაცები შეესწავლა და ამისთვის სპეციალური წყალქვეშა ნავი შექმნა და ამის პრეზენტაცია ჰქონდა ამ ნავის რომ რამდენი ფული დახარჯა ამაზე რა რები იყო გათვალისწინებული ამ ნავს რა უნარები ჰქონდა როგორ გადაადგილდებოდა წყალქვეშ და რაღაცები და მე ჟურნალისტს ესეთი რაღაცა უთხრა რომ ადამიანები რომ მოდიანო ამის ანახავათო ამ წყალქვეშა ნავის სულ მეკითხებიანო რომ რატო ვქენი ესაო რატო ავაშენე რატო დავხარჯე ამ ხელთანხები ამაზე რა თმინდოდა ეს დოკუმენტური რატო ჩავედი წყალქვეშ და რაღაც შემდეგ და ბავშვებს არასდროს არ უჩნდებათ ეს შეკითხვა რატომო ყველას უკვე იქ დახტაცება აქვს რა მაგარი არისო და სულ აინტერესებთ როგორია და რა ვნახეში წყალქვეშ და ასე შემდეგ ანუ ზუსტად ეს განასხვავებს ალბათ ბავშვს და დიდს რომ ან ბავშვს შეკითხვაც კი არ გაუჩნდა რა თქმა უნდა საინტერესოა და თუ შეგიძლია უნდა ჩახვიდე იქ და ოკეანის ფსკერზეც და ალბათ ყველაზე მაღალ მთაზეც და ბავშვისთვის ეს კითხვაც კი არ არის რომ ცნობის მოყარეობა დაიკმაყოფილოს და ამიტომ ეს მგონია რომ ეს არის მამოძრავებელი და უბრალოდ უკეთესი იქნება ცხოვრება თუ აი თვისებას დავიბრუნებთ დავით უშიშარი რომელი უნარებია ყველაზე საჭირო დღეს საქართველოში 10 ადამიანმა თავი გაიტანოს და სტაბილურად იცხოვროს
ალბათ ისევ ის ძველი გამოთქმა და უკვე სტერეოტიპულად ქცეული, კლიშედ ქცეული უცხოენა და კომპიუტერი. იმიტომ რომ დღეს უკვე ისეთი დრო არის, რომ თავარია შენ გამოძებნო ის საქმე, რაც გაინტერესებს და რაც გიყვარს და ინფორმაციას მოიძიებ უამრავს. თუ გაქვს კომპიუტერი ან ტელეფონი ან რაღაც ეს კომპიუტერული მოწყობილობა, რითიც შეგიძლია დაუკავშირდე ინტერნეტს, პლანშეტი, იქნება თუ რაც იქნება და უკვე შეგიძლია შენი თავი ისეთ დონეზე განავითარო, რომ არც რაღაცა უნივერსიტეტი დაგჭირდეს, არც რაღაცა განსაკუთრებული ფული იხადოს სწავლაში, რა თქმა უნდა, ისიც კარგია, მაგრამ ამის გარეშეც შეგიძლია გახვიდე ფონს, ასე ვთქვათ და რაღაცა შენი საქმე ისწავლო და რაღაცა პროფესიას დაეუფლო. და უცხოენა, იმიტომ რომ ინგლისურს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაცია ინგლისურად არის და ესეთი განახლებადი და თანამედროვე ინფორმაცია ყოველდღიური არის ინგლისურად და ინგლისური თუ იცი და კომპიუტერი გაქვს, გაცილებით ბევრი რაღაც შეგიძლია ცხოვრებაში, ვიდრე იმ ადამიანს ეს არ აქვს. მაგალითად, ახლა მე რო დღეს აქ ვზივარ და მუშაობ, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე მშობლებმა ინგლისური სწავლა დამაძალეს და სკოლა რო დავამთავრე, უკვე მაშინ ჯერ კიდე არ იყო ეს ინტერნეტი და კომპიუტერი შემოსული და მოკლედ მოახერხეს ის, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი მქონოდა იმდენი რაღაცა ვისწავლე, თუნდაც YouTube-ზე მაგალითად რაღაცების ყურებით და მოსმენით და თუნდაც ისო დღეს ვარ პოდკასტი და პოდკასტს ვაკეთებ, ესეც არც არ მისწავლია, არავის არ უსწავლებია, მე თვითონ უყურებდი, ვაკვირდებოდი, უსმენდი როგორ შეიძლება და ამ ყველაფრის კეთება და ესე ვისწავლე და ამიტომ ყველაზე საჭირო ესენია. ნუ დანარჩენი უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, ხა თუ როგორი შრომის მოყვარია, როგორი დისციპლინა აქვს და ასე შემდეგ. სტაბილურად ცხოვრებასაც შეეხება, არ ვიცი, სტაბილურად ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით ძნელია. მაგრამ ნუ რაღაცა პროფესიას თუ დაეუფლო და თავი გადაერჩინო, ეს ამისთვის ხო, კომპიუტერი და უცხოენა, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. რაზე ქონდა ბოლოს გავოცების ემოცია, ჯორჯ 777 გვეკითხება. ბევრ რაღაცაზე რა, ახლა არც ესეთ კონკრეტული არ მახსენდება, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მილიონჯერ შეხედო, მაგალითად ვარსკვლავებს და მილიონ მეერთე დრო შეხედავ, კიდე გამოიწვიოს გავოცების ემოცია და ზოგადად სამყარომ, კოსმოსმა, ყველაფერმა, როგორ არის სამყარო მოწყობილი, ახლა ბოლოსაც მახსოვს იყო მაგიდაზე იდო მწვანილი სადილობდით და ამაზე გამახსენდა რაღაცა კადრი ვნახე, ასეთ აჩქარებული იმითი, როგორც მარცვლიდან როგორ გამოდის მცენარე. და ნუ აი კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამაზე, რომ რა საოცრება არის ის, რომ რაღაც პატარა ნამცეც ჩააგდებ მიწაში და იქიდან შეიძლება ხე გაიზარდოს და იმ ხეზე მე რაღაც ვაშლები გამოვიდეს და შეჭამ და გემრიელია ეს ვაშლი. ანუ ამას ბევრი რაღაცა, რასაც ძალიან მივეჩვიეთ და მოცემულობა გონია ყოველდღიურობაში, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი საოცრება არის და რომ დაუკვირდი რაღაცას და ყურადღება მიაქციო და იმაზე კონცენტრირე და ყველაფერს შეუძლია რაღაც შენი გავოცება გამოიწვიოს, რომ ეს ნივთი როგორ მოხვდა აქა და როგორ მოვიდა აქამდე. რა ყველაფერი აი რა ვიცი ხა ეს პლანშეტი წიროდებს საოცრება არის ადამიანმა რომ ნახო რა გზა გამოიარა, საიდან დაიწყო სიცოცხლე საერთოდ და რა გზა გამოიარა და ეხლა რეებს აკეთებს, აი ეს რა ვიცი მიკროფონიც, კამერაც ეხლა აქ რო დგას და მე მაქვს შესაძლებლობა რომ რაღაცები ვილაპარაკო, მე ეს რაღაც საიტზე დავდო და ადამიანებმა როცა მომოდებათ ჩართონ და მოусვინონ, ესეც საოცარი არის და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა სამყაროში, რასაც შეუძლია ემოციის გამოწვევა. ხო აი ახლა მაგალითად პლანშეტი ხო იყო რაღაცა ზღაპარში იყო ესეთი ნივთები, რომ ადამიანები რაღაცას ჩაიხედავდნენ და იქ მეორე ადამიანს ხედავდნენ და ან რაღაც ინფორმაცია შეგეძლო აქედან მიგეღო, აი რაღაცა ფურცლის ზომის და სისქის რაღაციდან, მაგრამ ადამიანებმა მაინც მოახერხა ეს იმტრია თავი, იჭრილი ტატუინი როგორ გაეკეთებიან და ბოლოს მაინც გააკეთა და ნუ ბევრი რაღაცა არა საოცარი. კუწაბარა, ალბათ ესე ქვია, გვეკითხება, კაცებში კომიკოსებს სათუ არ იწვევთო, ვიწვევთ კომიკოსებს, არ ვიცი ეს შეკითხვა გაგიჩნდა, ბევრი კომიკოსი ყოლია და ვიწვევთ ხოლმე, არ გვაქვს ესეთი პოლიტიკა, რომ არ ვიწვევთ, არ ვიცი ეს საიდან მოვიდა. ახლა ნიკა გრიგოლია იყო ბოლოს, რაც მახსენდება, გია ჭანტურია, ნიკა ქავთარაძე, შონზო, ბევრი ყოფილა. კეთი გვეკითხება, შენი აზრით ადამიანი საწყისი ბაქტერიაა, რომელიც მილიარდობით წლის წინ კოსმოსიდან მოხვდა დედამიწაზე, თუ ღმერთმა შექმნა.
ეს ორი რაღაცა ერთმანეთს არ გამორიცხავს, შეიძლება ბაქტერია იყოს, რომელიც ღმერთმა შექმნა და მერე მოვიდა კოსმოსიდან დედამიწაზე, ნებისმიერ რაღაც შეიძლება მომხდარიყო და თვლი რომ რაღაცა არსებობს ჩვენზე ძლიერი გონი, რომელსაც შექმნა სამყარო. და ხო, ნუ ეს გონი არის ღმერთი. იმიტომ თვითონ ღმერთის სიტყვას ისეთი დატვირთვა აქ რელიგიური და რაღაც ბევრი სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს და უფრო რაღაცა ჩვენზე ძლიერი გონება არსებობს, რომელსაც შექმნა სამყარო, ასე მგონია, იმიტომ რომ არაფრიდან რაღაცა ვერ შეიქმნებოდა, ასე მგონია, სამყაროსაც შეეხება. ნუ ეხლა ეს აღარ ფილოსოფიური შეკითხვა არის და ამაზე პასუხი, გადაჭრით პასუხი არასდროს არ გვექნება, ესეთი რომ რაღაც ექსპერიმენტი დაადასტურო. მაინც ადამიანზე იქნება დამოკიდებული ამას დაინახავს თუ არა. და ალბათ მაგიტომაც არის საინტერესო სამყარო და აზრი აქვს ამ სამყაროს, იმიტომ რომ გადაჭრით რომ ვიცოდეთ რომ არსებობს თუ არ არსებობს, მაგამდე რომ მივიდეთ, საერთოდ სხვანაირი გახდება სამყარო. ახ მაგალითად რა ვიცი, ცა რო გაიხსნეს და ღმერთი გამოჩნდეს და ყველას დაგვენახოს და გითხრას რომ აი მე ვარ ღმერთი და მე ყველა მიწამოს, ესეთ რწმენას ხვაზრი არ ექნება, ანუ ესე იგი სხვა გზა აღარ დაგიტოვა გარდა იმისა რომ შენ ქონოდა რწმენა, იმიტომ თვითონ თუ გამოგეცხადე და თვალწინ დაგიდგა, ამიტომ საინტერესო მაშინ არის რომ შენ ეძებ იქით. ამიტომ გონია რომ ამიტომ არის სამყარო ასეთი და ასე მგონია მე რომ ეს სამყარო შექმნილია თუნდაც აი დღეს ძალიან ბევრი ჭკვიანი ფიზიკოსი ლაპარაკობს სიმულაციის თეორიაზე და იმაზე რომ ძალიან თავისუფლად შეიძლება ეს სამყარო იყოს სიმულირებული და რეალობა საერთოდ სხვანაირი იყოს. და ნუ რა ვიცი რელიგიურადაც რო შეხედო თუ გჯერა რომ 64 არსებობს და იმ ქვეყნიური ცხოვრება არსებობს, მაშინ ამ ქვეყნიური ცხოვრება სიმულაცია გამოდის, იმიტომ რომ მარადისობა იქით არის და ესეც რაღაც დროებითი არის. ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია, ბაქტერიიდან შეიძლება მოვდიოდეთ, რომელიც პანსპერმიას ეძახიან, მე მგონი ამ ტერმინს, რაღაც სხვა პლანეტიდან შემოტანილი სიცოცხლე და რომელიც შეიძლება სხვა პლანეტიდან იყოს შემოტანილი, შეიძლება ღმერთი შექმნილი იყოს, შეიძლება ღმერთის ხელიერიოს იმაში, რომ სხვა პლანეტიდან შემოვიდა აქა და ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ თუ ღმერთმა შექმნა, ამაზე მგონია, რომ ღმერთმა შექმნა უფრო მეტად ვიდრე ისო თავისით მოხდა. ირაკლი სულაძე მეკითხება, როდესაც სინდისის პატიმრები გათავისუფლებიან, რომელ მათგანს მოიწვევს სტუმრად. ანუ სინდისის პატიმრებში ინგლისმა ბოლო დროს მიტინგების და დემონსტრაციების დროს დაჭერილი ადამიანები არ ვიცი ესე არ მიფიქრია კონკრეტულად რომ მას მოიწვევს სტუმრად, შეიძლება რაღაც დადგეს დრო რა მე რაღაც რომელიმე ადამიანზე შევაჩერო არჩევანი ან გადავწყვიტო რომ ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში ღირს ამ ადამიანის მოწვევა. ესე ჯერ გადაწყვეტილი ესე კონკრეტულად არავისი არ მაქვს. მაგრამ ვიცი რომ ძალიან ბევრი არის უსამართლოდ დაჭერილი და რაღაც კომიკურ სიტუაციამდე მივედით, მათ შორის ჩემი მეგობრებიც ვიცი, რომლებიც ისეთი ამ მიტინგების დროს ისეთი სისულელეების გამო დააჯარიმეს და საკმაოდ ხმა დაჭერასთან ერთად ჯარიმებიც იმხელა არის, ძალიან დიდთვით აწვება ადამიანებს და მოკლედ რაღაცა სისულელეში და უაზრობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი და ხო არ ვიცი, აი ნახოთ რა დრო რასაც გვიჩვენებს ესე იქნება. ბაგრატ ფეიქრიშვილი რაღაც რა იქნებოდა, რასაც შეცვლილი საკუთარ თავში და ხასიათში ქვეყანაში მსოფლიოში. საკუთარ თავში არ ვიცი, ალბათ ისე შესაძლებელი იყოს რაღაცების ეს რაღაც სეტინგებივით დაყენება, რაღაცა დისციპლინას მოუმატებდი, რომ რაღაცა ნაკლებად მოექცე გავლენის სიზარმაცის და სხვა ცდუნებების გავლენის ქვეშ რა, რაღაცა სხვა ცდუნება რა რაღაცა საჭმელი რო გინდა და არ შეჭამო, ან რაღაც ისეთი როცა არ შეიძლება, როცა დიეტის დარღვევა იქნება თუ რაღაცა იქნება, ან საქმე იქნება, როგორც სიზარმაცის დაძლევის უკეთესი საშუალება უნარები რომ მქონდეს, ალბათ მაგას დანარჩენი არ ვიცი. ხო, ახლა ესე ბევრი რაღაცაა და იდეალური არავინ არ არის და ბევრი რაღაცა არის დარწმუნებული, რასაც რო შემეცვალა უკეთესი იქნებოდა. ქვეყანაში შევცვლიდი იმას, რომ არ ვიცი ადამიანები უფრო მეტად უსმენდეთ ერთმანეთს და ერთმანეთ
ესეთი რაღაცა პოლიტიკური შეხედულებების გამო ან სხვა განსხვავებული შეხედულებების გამო მტრად არ აღვიქვათ და რაღაც ბანაკებად არ დავიყოთ რომ მე ამ ბანაკში ვარ და ვინც ჩემ ბანაკში არ არის ყველა სხვა ადამიანი მცდარია და სულელია და ქვეყნის ტერია და შემდგა ეს აზროვნება თუ არ მოვიშორეთ არაფერი არ გვეშველება სოფლიოშიც ზუსტად იგივე შევცვლიდი იგივე პრობლემა აქვს სოფლიოსაც ნინო ბუხრიკიძე გვეკითხება ბევრი შეკითხვა და ერთ-ერთ ავარჩევ აქედან შეუძლია ადამიანს იყოს ბედნიერი თუ მას არასდროს გადაუტანია რეალური სირთულე არ ვიცი ბედნიერებაც ხო ძალიან სუბიექტური ცნება არის და მე ვთვლი რომ რაც მეტ სირთულეს გადაიტან და რაღაცა განსასწრებას გადაიტან უფრო მეტად შეგიძლია დაინახო მე ბედნიერება რა არის კარგად ყოფნა რა არის და მოგეთ მე მგონია რომ არა მაგრამ შეიძლება ვწდებოდე მე რაც ცხოვრებაში მინახავს მე ხო ეს ჩემი დაკვირვება ეგეთია რომ რაღაცა სირთულების გადალახვის მერე ხვდები რა იყო შენთვის მნიშვნელოვანი და რა არის სად არის შენი ადგილი რაღაცას უდაკარგავ მე ხვდები რომ რა იყო ძვირფასი და ეს რაღაცები თუ არ გამოიარე ისე ძნელია დარწმუნდა იმაში შენთვის რა არის ბედნიერება და რა არის კარგი და ასე ვთქვათ პატარ-პატარა სირთულეების გამოვლა და რაც განსაცდელები მნიშვნელოვანი არის ადამიანისთვის პირველი სამსახური რა იყო შენიო კარპ მოიწოდიში და მე ხوار გამომჩა არა კარპოვა 2 ესე გვეკითხება პირველი სამსახური რა იყო შენი და რას უჩებდი ახალგაზრდას 16-22 წლამდე დაახლოებით რა სფეროში დაიწყო მუშაობა მეტი გამოცდილებისთვის რჩევებიც მაგ ინდუსტრიებში სამუშაოს დასაწყებადაც კარგი იქნებოდა მოგეთ პირველი სამსახური იყო რაღაც როგორც მახსოვს ეს იყო ინტერნეტ რადიოს ვაკეთებდით ჩემ მეგობართან ერთად აღწ იქნებოდა მაშინ Spotify რაღაც YouTube-იც მუსიკის მოსმენა არ იყო ესეთი მაგდენი მუსიკაც არ იყო YouTube-ზე როგორც ახლა არის YouTube-ის დიდი ნაწილი მუსიკალური მხარე არც Spotify არ არსებობდა იყო რაღაცა ტორრენტებიდან გადმოწერა და მოკლედ ესე ვთქვათ აუდიო სტრიმინგი მაშინ არ იყო გავრცელებული მუსიკის მოსმენის ფორმა იყო MP3-ების გადმოწერა და MP3 პლეიერში ჩაწერა ან iPod-ში ჩაწერა და ასე შემდეგ და რაც ინტერნეტ რადიოს ვაკეთებდით სადაც საიტი იქნება და შეხვიდოდი და ჟანრების მიხედვით იქნებოდა რადიოები და დააჭერდა ხან ხასიათის მიხედვით არიჭებდი ან ჟანრის მიხედვით და კონკრეტული პლეილისტი ჩაირთვებოდა ну დაახლოებით რასაც დღეს Spotify აკეთებს ანუ როგორც მახსოვს მაშინ Spotify უკვე იყო, მაგრამ აი თქვა საქართველოსდან ვერ და კიდე რამდენიმე ეგეთი სტრიმინგ სერვისი არსებობდა, მაგრამ საქართველოსდან ვერ რეგისტრირდებოდი და რაღაცა და დაახლოებით იმის მოდელი ჰქონდა აღებული და მოგეთ ამას ვაკეთებდი და პირველი სამსახური ეს იყო. მაგის მერე იყო ეს მე არ მახსოვს, მაგრამ მე იყო ბევრი სამსახური კიდე ხო, სადაც მიმუშავია, მაგრამ პირველი ეს იყო. რას უჩებდი ახალგაზრდა 16-22 წლამდე დაახლოებით რა სფეროში დაიწყო მუშაობა მეტი გამოცდილებისთვის. აუცი კონკრეტული ანუ ეს დამოკიდებულია ადამიანზე რა ინტერესები აქვს ცხოვრებაში და რა პროფესიით უნდა რომ წავიდეს ვინც არ იცის რა უნდა მაშინ ნებისმიერში დაიწყოს მუშაობა ან შეიძლება აღმოაჩინოს რომ ის იყო რაც უნდა და ან პირიქით აღმოაჩინოს რომ ეს არ იყო და ამით კიდევ უფრო კარგად მიხვდეს სინამდვილეში რა უნდა და გამოცდილების მიღება ნებისმიერ სამსახურში შეიძლება და რჩევა იქნება ის რომ ეძებეთ მაქსიმალურად ბევრი გამოცდილება და ბევრი რაღაცა ცადეთ და მოვასწარით, გასინჯეთ რაღაც სხვადასხვა პროფესია, სხვადასხვა სამსახური, სხვადასხვა პოზიცია, რომ უფრო კეთილად გაიგოთ რა გინდათ და რის კეთება მოგწონთ და გახარებთ, იმიტომ რომ წარმატებას მიღწევების გარეშე მეგონი შეუძლებელია რა თუ არ გიყვარს ის საქმე რაც წაკეთებ თუ რაღაცა მანდამეც სიყვარული არა მაგრამ შეიძლება რაღაცა ინტერესი არ გამოზრაობდეს ამ პროფესიის მიმართ ან რაღაცა მიზეზი თუ არ გაქვს რატო გაქვს ეს პროფესია ისე ძნელი იქნება რომ წარმატებას მიაღწევ და წარმატებისთვის საჭირო რომ ბევრი დრო დავუთმო ამ საქმეს და პროფესიას და ბევრ დროს ვერ დავუთმო სულ ძნელია შენ თავს ეჭიდაო და სულ რაღაცა აიძულო რომ წაიკითხო გააკეთო თუ სულს რაღაცა არ გიმაგრებს ან ამ საქმის სიყვარული ან რაღაცა ესეთი სხვა ინტერესი
მე მგონი გავეცი ამოწურვად პასუხი. ალექსანდრე სამსონია გვეკითხება ჯორდანი თუ კობიო. ხო. მე რო კალაბურში თამაში დავიწყე, მაშინ უკვე ჯორდანი თავსანებებდა და კობი ბრაიანტი იყო ამომავალი ვარსკვლავი. მაგრამ მაინც ჯორდანი რა. ჩემთვის ჯორდანი და ეს ობიექტურადაც ვთვლი, რომ ჯორდანი იყო კალაბურთის მეფე დღემდე ჯორდანია. ჩემთვის პირადად იმიტომ რომ დავინახე ჯორდანი როგორ თამაშობდა, რეებს აკეთებდა, მაგიტომ მომინდა საერთოდ კალაბურთის თამაში და სულ ვცდილობდით რომ რაღაცა მისი მოძრაობები გაგვემეორებინა და რა თქმა უნდა არ გამოგვდიოდა და რა ვიცი, ინსპირაცია, მისაბაძი მაგათი ყველაფერი ჩვენთვის ჯორდანი იყო. კარიერასაც რო გადახედავ, ვთვლი რომ ჯორდანი, იმიტომ რომ კობი თვითონ ჯორდანი იძახდა, რომ ესე ახლოს ჩემამდე არავინ არ მოსულა როგორც კობიო და თითქოს რაღაც ჯორდანის ასლი იყო და ბევრი ვიდეოც არსებობს YouTube-ზე, რომ შეადარო რაღაც მოძრაობები, გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებდნენ, თითქმის იდენტური არის რა, რაღაც მეორე ჯორდანი გახდა კობი რა. ამიტომ ჯორდანი, იმიტომ რომ კობი რო მოვიდა უკვე ნანახი ყავდა ასეთი და ეს იყო ჯორდანი რა. მაგრამ კობი ბრაიანტის ჩემთვის რაღაცა ის არის. ეგ არის სპორტის ოლიმპოს მთაზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კობი ბრაიანტის ესე ვთქვათ მიზანდასახულობა ეს რაღაცა მებრძოლი ხასიათი რაც ჰქონდა მოედანზე იყო, არის ძალიან დიდი ინსპირაცია და მაგალითის მომცემი და კობიც სასწაული ადამიანი იყო. ამიტომ ჯორდანი იყოს, მაგრამ კობიც ძალიან მიყვარს. კეთი ინაშვილი. გამონილი ეპიზოდებიდან მაინტერესებს თემატურად რომელი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო და კითხვა მაქვს წიგნის ბედზე The Fun They Had იზააკ ასიმოვის სიუჟეტთან რამდენად ახლოს ვართ. თემატურად რომელი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო, ამასაც გავეცი უკვე პასუხი. წიგნის ბედზე, ხო აი არ ვიცი. წიგნიც ალბათ რაღაცა მედიუმი არის რა, ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთი ფორმა არის და აი არ ვიცი, არ გვიცხოვრია ჯერ ისეთ ეპოქაში, სადაც წიგნი საერთოდ გაქრა, რომ ვთქვათ, რომ აი რა გამოიწვია ამან. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საფუძველი არის, მთავარია, რომ ერთი ადამიანის ნაფიქრალი და ასე ვთქვათ, ნააზრები რამდენად მივიდეს სხვა ადამიანებამდე და იქნება ეს წიგნის სახით თუ ელექტროწიგნის სახით თუ აუდიო წიგნი იქნება თუ ფილმი იქნება თუ რაღაცა ამ ხელა მნიშვნელობა არ აქვს, მაგას ასე ვფიქრობ რა, მაგრამ წიგნის კითხვა რა თქმა უნდა აუცილებელი არის. თუ არ ვწდები ეს სიუჟეტი არის, რომ სადაც რაღაცა სკოლაზე არის, მე მგონი, სადაც წიგნი საერთოდ არასდროს ეს არ მაქვს საკითხული და ხო რაღაცა იქ არის რაც მასწავლებლების მაგივრად მასწავლებლები ჩანოს და კომპიუტერებმა თუ რაღაც ეგეთია როგორც მახსოვს რა, ახლა შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ ადამიანებს შორის ურთიერთობები და ადამიანური ურთიერთობები არასდროს არ დაიკარგება, იმიტომ რომ ყოველთვის ეს იქნება ყველაზე ძვირფასი, ასე მგონია. დღესაც მაგალითად ახლა YouTube-ის ჩემი საქმიანობის მთავარი პლატფორმა YouTube არის და დღევანდელი პოლიტიკა YouTube-ის არის, რომ მილიონობით ვიდეო იტვირთება YouTube-ზე, წარმოვიდგინეთ რამდენი შინაარსის და ფორმატის და ქრონომეტრაჟის და რაღაცა სტილის ვიდეო არის და ამიტომ YouTube-ს უწევს, რომ თქვათ აი YouTube-ზე რო შედიხარ home page-ას ეძახიან პირველი გვერდი იქ რა ვიდეოები ამოგიხდება, ეს იყოს რაღაცა რეკომენდაციები და რაღაცა პრინციპები მოიგონოს, ითიც გადაარჩევს ამ ვიდეოებს და YouTube-ი უკვე ესეთ პლატფორმები, სადაც ამხელა კონტენტი იქნება, იძულებულები არიანო თვითონ რაღაცა პოლიტიკა შემოიღონ, როგორი კონტენტი უნდათ რომ იყოს უფრო მეტად პოპულარული ამ პლატფორმაზე. და YouTube-ის მიდგომა არის ასეთი დღემდე, რომ მაქსიმალურად ადამიანური კონტენტი, მაგალითად, იქნება პოდკასტი თუ რაღაცა ესეთი კონტენტი, სადაც ადამიანების ურთიერთობა ჩანს დაუმონტაჟებელი სცენარის და წინასწარ დაწერილი სცენარის გარეშე. ანუ ამ ნამდვილ ადამიანურ ურთიერთობას ანიჭებს ყველაზე დიდ უპირატესობას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტით გენერირებულმა ვიდეოებმა, ასე თქვა, ძალიან დიდ ტალღა წამოვიდა ვიდეო სოციალურ ქსელებში და
YouTube-ად დაინახა, რომ თან დაიბომბა YouTube ესეთი ვიდეოებით, მაგრამ ადამიანებს მაინც ურჩევნიათ მოусმინონ სხვა ადამიანებს, ვიდრე ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს ან რაღაც ვიდეოს, რა მაინც ურჩევნია სხვა ადამიანებს, ნამდვილი ადამიანის გამოცდილების გაზიარება და ეს არის ფუნდამენტი, აზრს დგას ყველაფერი რა და ამიტომ ეს არასდროს არ გადავა, ასე ვთქვათ, მოდიდან. და ამის გზა წიგნი იქნება, ფილმი, მუსიკა, რაღაც პოდკასტი, აუდიო წიგნი თუ რაც იქნება, ამას ისეთი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა ეპოქა, როცა რაღაცა იცვლება და ახალი შემოდის, არის ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ამ ცვლილების და ან რაღაცა სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ თუ არ ვცდები სოკრატე იყო, რომელიც ამბობდა, რომ წერა კითხვა ადამიანს აჩვენებს და უმჯობესი ადამიანმა, ასე თქვა, თვითონ გაიაროს ცხოვრებაში ეს გამოცდილება მიიღოს, ვიდრე წიგნებიდან ისწავლოს მაგალითად. და ნუ ასე რომ თავარი არის ხო რა რაღაც თავარია რომ ადამიანს კონდეს ინტერესი რომ რაღაც ახალი გაიგოს და გაიზარდოს და განვითარდეს თვითონ. და დანარჩენი ყოველთვის იპოვის ამის გზას. თიკო მაისაშვილი რა არის ცხოვრების აზრი? ხო, ბოლო კითხოს მივადექით ესენი ბოლოში გადავიტანე იოსებ ფიცხელაური და შოთა რურუა ასევე კიდევ ერთხელ რა არის ცხოვრების აზრი ამ კითხოს რა თქმა უნდა ველოდი. იმიტომ მე თვითონ ბოლოს სულ ასე ვამთავრებ ხოლმე ჩემს პოდკასტებს. ცხოვრების აზრი აი აქ ის გვანცა ჩემი მეუღლე ბოლო თითქმის 2 წელია ცხოვრების აზრი გახდა ჩემი მეუღლე, ჩემი ოჯახი და ოჯახში მოიაზრება კიდევ ვთქვათ რაც მამა ჩემი და ჩემი დის ოჯახი საყვარელი ადამიანები, მეგობრები ვინც არიან ეს დიდ ოჯახში მოიაზრებ ამას და ნუ ხო ამაზე დიდი აზრი რა შეიძლება იყოს არ ვიცი ამაზე მეტად რაზე უნდა იფიქრო ამაზე საინტერესო რაზე უნდა იფიქრო ან დრო დაახარჯო ან უკვე ყველაფერს ასაც ვაკეთებ რა ვთქვათ რაღაც ნაბიჯს ვდგამ ყოველთვის საზომი არის რომ ეს ოჯახისთვის და ჩვენთვის რამდენად კარგი იქნება ასე ვთქვათ სასარგებლო იქნება და კარგის მომტანი ანუ ეს გახდა მთავარი საზომი და ამეთვლი რომ ალბათ ცხოვრებაშიც ყველა ადამიანისთვისაც სიყვარული უნდა იყოს თავი ცხოვრების აზრი. ეგ განვითარება რა თქმა უნდა რაღაცის ძიება, რაღაცის შექმნა, ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის, მაგრამ ამის მამოძრავებელი სიყვარული უნდა იყოს, სიყვარულისთვის უნდა ვაკეთებდეთ ამას. ეს არის ჩემი პასუხი ამ ეტაპზე. გავოდით ბოლოში კითხვების იმედია არის მოსაწყენი და მოსაბეზრებელი, იმედია გაამართლებს ეს ექსპერიმენტი, თუ მოგეწონათ კომენტარებში დამიწერეთ, გავიმეოროთ ხოლმე. სიამოვნებით. მაქვს კიდევ ერთი იდეა, შემდეგი ეპიზოდისთვის ვფიქრობ, რომ განვახორციელო ასევე ინტერაქტიული. მოკლედ ამას დავწერ ჩემს არხზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და რა თქმა უნდა პოსტის სახით YouTube-ზეც, ამიტომ დააფოლოვეთ, გამოიწერეთ YouTube არხი, Facebook-იც, Instagram-იც, რომ ეს არ გამოგჩეთ და აღწერაში იქნება ვიდეოს აღწერაში მითითებული ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ვინც ბოლომდე მისმინეთ, ვინც დაინტერესდით ამ ეპიზოდით, არ დაგავიწყდეთ პოდკასტის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ერთ კვირაში შევხვდებით.